ერთ ჩვეულებრივ ქალაქში მოხუცებული წყვილი ცხოვრობდა. მამაკაცი ავად იყო. უკვე მესამე წელია ლოგინად იყო ჩავარდნილი და ადგომა არ შეეძლო. მთელი ეს პერიოდი მეუღლე გვერდით ედგა და უვლიდა. ამ ზაფხულს კი საკუთარი და უნდა ენახა და ქმრის სახლში დატოვება უწევდა. ამისთვის კი ძიძა ჰყავდა საპოვნელი. განცხადებას მალევე გამოეხმაურა 20 წლამდე გოგონა, სახელად ლიზა. ქალბატონმა მომრგს ყველაფერი აუხსნა. მამაკაცს აკოცა და სახლიდან გავიდა. რამდენიმე დღეში უნდა დაბრუნებულიყო. მხოლოდ ერთი უცნაური პირობა იყო, რაც არ უნდა მომხდარიყო, მომრგს მარცხენა ხელზე საფენი არ უნდა შეეცვალა. პირველი რამდენიმე დღე ყველაფერი კარგად იყო. მამაკაცი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ხმას ზედმეტად არ იღებდა და თითქმის სულ ჭერში იყურებოდა.